ლაპარაკოთ ოპოზიციის შეცდომებზე, რა შეიძლება გაკეთებულიყო სხვანაირად, რას გააკეთებდი და სად ვარ დღეს. არჩევნების გზა არ არსებობს. რევოლუციური გზა არ არსებობს და დარჩა მესამე გზა. ქართულ ოცნებაში ეხა მიდის დაუშვათ ღარიბაშვილის ხალხის ტრანს გამოცხადება და მალე deep state-ის აგენტობა უნდა დააბრალონ ალბათ, წესით უწევს რა. პოლიტიკური ოპოზიციაში არის პოლიტიკური აზრის ნაკლებობა. მაშინ უნდა დაამარცხო გამოს ოპოზიციას შიგნით. ანუ მე თუ არ მჯერა იმის, რომ ხელისუფლება იცვლება მოკლე ვადაში. მე როგორც პოლიტიკოსმა რა უნდა გავაკეთო? შენ პირადად ხო? აი რა არ გამოგივიდა. რო აი რატო წამოხვედი? ჩემი პირადი პოზიცია, რატოც მოვედი შენ გადაცემაში და რის თქმაც არ მინდა აქ რომ ვიცი რომ ბევრს არ მოეწონება რასაც ამბობ. შევიდა ლელო და გახარია თვითმმართველობის არჩევნებში და რა ვიცი, ეხა ამბობს ოპოზიცია რომ ამან გამოიწვია ლეგიტიმაცია? ანუ კომპრომისზე მივდივართ, იმიტომ რომ რაღაცის თავი არ გვაქვს? რა შედეგი მოიტანა ბოიკოტმა? ივანიშვილმა დაიწყო აი უთავხედეს ძალიან თავხედური მანევრი. თავარია რომ ციხეში ათობით და უკვე რა ვიცი ასობით ადამიანი არ იტანჯებოდეს იმის გამო რომ სამშობლო უყვარს და მეორე პოლიტიკის კეთებას როგორ ვაგრძელებთ აქციებიც რა თქმა უნდა რაღაც ეტაპზე აწუხებს ივანიშვილს და ურჩევნია რომ აქციები არ იყოს ჩვენ უნდა ვცადოთ და დავაბრუნოთ არჩევნები და დავაბრუნოთ სახლებში პატიმრები